გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, როგორც ვიცით, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი გახდა ოდესის გუბერნატორი, ანუ უკრაინულ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, მან გარკვეული ფუნქცია შეიძინა. უკვე სტატუსი, იურიდიული სტატუსი და არც თუ ისეთი დაბალი და შეიძლება ითქვას სერიოზული თანამდებობა. და ეს მეტყველებს რის შესახებ, ეს არის თავისებური ისეთი კარიკატურული სიუჟეტია, მაგრამ ტრაგიკულიც და მეტყველებს რის შესახებ, რომ ჩვენ ვართ ისეთ, ჩვენ გვიხდება ცხოვრება ისეთ შეიძლება ითქვას, რომ ქაოსურ და ანარქიულ ვითარებაში, როდესაც ვერ გაიგებ, ვინც სად არის, საცხოვრობს, რას აკეთებს და რა მიზნით. აი ესე რომ გავამარტივოთ ესეა, იმიტომ რომ ქართულმა სახელმწიფომ სულ ახლახან განიცადა ძალიან დიდი გადაიტანა, ძალიან დიდი ტრაგედია და ამ ტრაგედიის მთავარი ავტორი თუ არა, ერთ-ერთი თანაავტორი ნამდვილად იყო საქართველოს პრეზიდენტი და შეიძლება ითქვას, რომ ეხლა მან შეცვალა თავისი პოლიტიკური ასპარეზი და სივრცე და ისევ იმ მოტივით, ისევ იმ მოტივაციით და ისევ იმ ინტონაციით აგრძელებს უკვე თანაავტორობას პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა მონაკვეთში, რასაც უკრაინის სახელმწიფო ქვია, ეს დიდი ქვეყანა, სადაც საომარი ვითარებაა დღეს და სადაც, რა თქმა უნდა, ტრაგედია კიდევ უფრო დიდ მასშტაბს ღებულობს, იმიტომ რომ საქმე გვაქვს კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ სივრცესთან. და რატომ ხდება ყველაფერი ეს? ჩემი აზრით ყველაფერი ეს პირველ რიგში ხდება იმიტომ, რომ მუშაობს პოლიტიკური სქემა. და ეს პოლიტიკური სქემა ჩვენ წინა საუბარი გქონდა რუსულად, რატომღაც ესე გადავწყვიტე ისეთი რაღაცა მესიჯი მინდოდა გამეგზავნა რუსებისთვის. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩემი აზრით, იმიტომ რომ საქმე გვაქვს შორს გათვლილ პოლიტიკურ თამაშთან, რომლის საბოლოო მიზანი გახლავთ საბჭოთა კავშირის აღდგენა. და მაშინ, რა თქმა უნდა, იკითხავს ვიღაცა, რომ რა საჭიროა ეს, რატომ არის ეს მიმართული საბჭოთა კავშირის აღდგენისაკენ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს გახლავთ თავისებური სხვერთშეწირვის მისტერია, როდესაც აი თქვათ ქართული ან უკრაინული თქვათ პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც თითქოს და ხმალამოღებული ებრძვის მოსკოვს და ასე ვთქვათ რუსეთს, ხვდება ძალიან დიდ წინაღობას, ძალიან დიდ პოლიტიკურ და სამხედრო წინაღობას, ისევ რუსეთიდან წარმომავალს და ეს პოლიტიკური და სამხედრო წინაღობა მას აიძულებს იფიქროს უფრო სწორად მას კი არა, არამედ ამ ქვეყნების მოსახლეობას, თქვათ საქართველოს მოსახლეობას, ან უკრაინის მოსახლეობას, რომ ესე იგი ის ებრძვის ისეთ სამხედრო მანქანას, რომლის წინააღმდეგ მას ძალა არ გააჩნია და რომელიც საბოლოოდ მთავრდება ისევ მისივე ქვეყნის განადგურებით, ანუ კატასტროფული შედეგებით ისევ მოსახლეობისათვის. აი ეს არის შორს გათვლილი პოლიტიკური თამაში, იმიტომ რომ რა აზრი აქვს ბრძოლას, რომელიც უშედეგოდ მთავრდება, უფრო სწორად მთავრდება კატასტროფული შედეგებით ამ ქვეყნებისთვის, ტრაგიკული შედეგებით. ასეთი შემთხვევა იყო საქართველოში, ზუსტად ამ პერსონაჟების შესრულებით, თქვათ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პერსონაჟების შესრულებით და ეს პერსონაჟი ახლა გადავიდა უკრაინულ პოლიტიკურ თეატრში. ანუ წინასწარ განწირული მარცხისთვის ბრძოლა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო ბრძოლა, ანუ სისხლის ღრა. მე მოგახსენებთ, რომ ეს არის ჩემი აზრით, ეს არ არის, ასე ვთქვათ, აი ეს მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ამას დგამს ამერიკა და ასე შემდეგ. ეს უფრო არის არა მხოლოდ ამერიკის, ვთქვათ, პოლიტიკური თამაში, არამედ ზესახელმწიფოების მიერ ზესახელმწიფოების შეთანხმებული პოლიტიკური, შორს გათვლილი პოლიტიკური თამაში, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ, ასე ვთქვათ, იმის აღიარებასთან, რომ კრემლთან პოლიტიკურ თუ სამხედრო დაპირისპირებას აზრი არ აქვს.
და ნუ თუ ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო აი ამ სისხლის ღვრის გარეშე. სამწუხაროდ, აი წინა გადაცემა ჩვენ რუსულად იმიტომ წავიყვანეთ სწორედ, რომ კრემლის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ზედაფენა, პოლიტიკური ხელისუფლება თვითონ არის სააზროვნო ჩიხში. მან არ იცის როგორ წაიყვანოს საქმე ისევ საბჭოთა კავშირის აღდგენისაკენ და სწორედ ამას ემსახურება ეს შეწირვა. საქმე კი იმაში გახლავთ, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა, ვთქვათ, ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით და ასეთი ვექტორით, ეს არის აბსურდი, ეს არის წინასწარ განწირული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიზანი და პოლიტიკური თამაში და ჩემი აზრით, უბრალოდ საბჭოთა კავშირი არასოდეს არ აღსდგება. შეიძლება ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ასე ვთქვათ, რაღაცა თარგის შეცვლაზე, თარგის გადათამაშებაზე, აი ამ პოლიტიკური ქსოვილის, ასე ვთქვათ, გარდაქმნასა და ფერიცვალებაზე და არაფრის დიდებით საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. მაგრამ ამის გაგონება არ სურს დღევანდელ კრემლს. მას სურს, რომ ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესი, აი ეს გარდუალი პოლიტიკური პროცესი გააჩეროს, ანუ გააჩეროს დრო და წაიყვანოს ეს პროცესი იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც ის არასოდეს არ წავა. უბრალოდ ვერ წავა, არა მხოლოდ არ წავა. და სწორედ ამიტომაც არის, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოში მთლიანად არის, ასე ვთქვათ, ზომბირებული, ასე ვთქვათ, მკვდარი და სქემატური. არაფრით ის არ უშვებს შემოქმედებით ელემენტს თავის თავში. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა, თქვათ, იგივე მიხეილ სააკაშვილი, ან თუ გნებავთ, ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ უკვე ბიძინა ივანიშვილის შესახებ. შემოყავს ჩვენ პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ყოველთვის რატომღაც აზროვნებს პოსტფაქტუმ. ამ შემთხვევაში, თქვათ, პრემიერის შესახებ. აზროვნებს პოსტფაქტუმ. ანუ თქვათ, ის ამბობს, რომ მე კი ვიყავი თანამებრძოლი და თანამოაზრე მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ არ მეგონა, რომ ის იყო, თქვათ, ასე მოაზროვნე კაცი. ანუ როდესაც დადგა შედეგი, მხოლოდ მას შემდეგ გამოიტანა დასკვნა. ერთჯერ. მეორეჯერ უკვე მარგველაშვილის შემთხვევაში ისევ ის ამბობს, მე არ მეგონა, რომ მარგველაშვილი იყო, აი თქვათ, ისეთი, როგორიც ის წარმოჩნდა ჩვენს წინაშე დღეს, ანუ ისევ მოტყუდა. მაგრამ მაშინ თუ კი ჩვენ ასეთ შეცდომებს ვუშვებთ პოლიტიკური პროცესის დროს, რატომ გვაქვს ამბიცია, რომ წარმართოთ იგი? საიდან ეს ამბიცია? ამ ამბიციას ჩვენ ყარნახობს მხოლოდ სქემა. ამ ამბიციას ყარნახობს მხოლოდ ის თანხები, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღეთ, ის დივიდენდები, რომელიც მივიღებთ საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად და არაფრით არ ყარნახობს შემოქმედებითი, ანუ ცოცხალი ელემენტი, რომელიც ჩვენშია. სამწუხაროდ, ძირითადად დღეს ხდება იმ პოლიტიკური ფიგურების, უფრო სწორად ანტიფიგურების დაფინანსება, რომელთაც არ გააჩნიათ თავიანთი აზროვნება, თავიანთი შინაგანი შემოქმედებითი სიცოცხლე და რომლებიც მხოლოდ ასრულებენ სქემის ამა თუ იმ დეტალს ან ფრაგმენტს. მაგალითად იტყვიან, მე ვარ მედასავლეთე. აი თქვენ დამისახელეთ დღეს პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არის მედასავლეთე. და შემდეგ ამიხსენით, რაში მდგომარეობს მისი მედასავლეთეობა. ესე იგი, რა კულტურულ, ფსიქოლოგიურ, პოლიტიკურ ფესვებს და ამ ფესვების განცდას გულისხმობს ეს მედასავლეთეობა. ან ამიხსენით, ვინ არის, თქვათ, ჩრდილოეთის ორიენტაციით, დამისახელეთ, ვინ არის ჩრდილოეთის ორიენტაციის, ანუ პრორუსული პოლიტიკური ფიგურა და რაში მდგომარეობს მისი პრორუსულობა. ესე იგი, რა სიზიარებს ის, რით გამოხატავს ამ პრორუსულობას, მაგალითად მართლმადიდებლური ფესვების, თქვათ, გაზიარებით და გაცნობიერებით, თუ, თქვათ, კომუნისტურ წარსულთან დაბრუნებით, ანუ არც პოლიტიკური და არც დასავლური, არც ჩრდილოური და არც დასავლური პოლიტიკური ძალები დღეს საქართველოში არ არსებობს. ეს უბრალოდ არის პოლიტიკური თამაში, რაც ძირითადად არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ გადახდილი ფინანსით და არაფრით შემოქმედებითი ელემენტი.
საერთოდ, როდესაც ადამიანს არ გააჩნია შინაარსი, თავისი შინაგანობა, თავისი შიგთავსი არ გააჩნია, ადვილია მისი მართვა. და აი სწორედ ეს არის ფიტულა და არა ფიგურა. ადვილია მისი მართვა, იმიტომ რომ თავარია შენ მას ზოგადად გააგებინო რა არის საჭირო და გადაუხადო ფული. მაგრამ როდესაც ადამიანს გააჩნია შინაარსი, ანუ სიცოცხლე, ის არის უნიკალური, აუცილებლად და ჩართული აქვს შემოქმედებითი ელემენტი. ანუ ის მუდმივად იკვლევს. ასეთი ადამიანი არის ცოცხალი. როდესაც ასეთი ცოცხალი ადამიანები ჩვენ არ აყვავს პოლიტიკაში, ჩვენ ღებულობთ მკვდარ პროცესს, ანუ სრულებით არ არის ეს უკვე პროცესი, ეს არის გაჩერებული მდგომარეობა, რაც მოასწავებს ჩიხს. აი ეს პოლიტიკური ჩიხი გვაქვს დღეს ჩვენ თელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც ჩიხიც ჩემი აზრით ისევ და ისევ კრემლიდან მომდინარეობს. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ხშირად ამ ბოლო გადაცემებში ლაპარაკობთ სტალინზე, გულისხმობთ სწორედ ამ შემოქმედებით ელემენტს, რომელიც რატომღაც მაშინ დაიბადა საქართველოში, მართალია მან, ასე ვთქვათ, იგი ფიზიკურად გადაადგილდა და ვთქვათ, დაჯდა კრემლის კაბინეტში, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს. ეს არის მხოლოდ ფიზიკური გადაადგილება და სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ გენერატორმა შეიცვალა თავისი მდებარეობა ამ მდგომარეობა. ანუ გენერატორში მე ვგულისხმობ ისევ და ისევ საქართველოს. ანუ ეს ფიგურა საქართველოში დაიბადა. დაიბადა როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ინდივიდუმი და ადამიანი, მაგრამ ის არ იყო, ასე ვთქვათ, გაჩერებული მოცემულობა, გაყინული მოცემულობა. სტალინი, სოსო ჯუხაშვილი და თუ გნებავთ, არა მხოლოდ სოსო ჯუხაშვილი, არამედ ნებისმიერი, ვთქვათ, გიორგი სააკაძე, ან თუ გნებავთ ნაპოლეონი. ეს არის პროცესი, ეს არის მუდმივად განვითარებადი, ვთქვათ, ფენომენი, რომელიც თავის შედეგს ღებულობს პრაქტიკაში ჩართვით. და ეს პრაქტიკაში ჩართულობა, ამ პრაქტიკაში ჩართულობის დეფიციტი დღეს გააჩნია თითქმის ყველა შემოქმედებით ცოცხალ პოლიტიკურ ინდივიდუმს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს და რომელიც არ არის დეტერმინირებული გადახდილი ფულით, გადახდილი ფინანსით. სხვათა შორის, ამას წინათ ერთმა ქართველმა პროფესორმა დამირეკა მოსკოვიდან და მითხრა, ჩემმა სტუდენტმაო, ჩემი სტუდენტი იკვლევს საქართველოს ისტორიას, ცალკეულ მონაკვეთებსო და გიორგი სააკაძის ფენომენსაც და ესეთი დასკვნა დამიდო და მითხრა, რომ მართლმადიდებლობა მთელ მსოფლიოში გიორგი სააკაძემ გადაარჩინა. და როგორ გავს საერთოდ გიორგი სააკაძის ფენომენი სტალინის ფენომენს, ფსიქოტიპურად, ტიპაჟურად, თავის ტრაგიკული ბედით, პიროვნული თუ ისტორიული ბედით, იმითაც რომ ის გადაადგილდა, იმითაც რომ შვილის სიცოცხლე დადო და ასე შემდეგ, მაგრამ რაოდენ სამწუხარო იყო ჩემთვის, რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იმ პროფესორთან მე ურთიერთობა არ გამიგრძელდა, თუმცა თვლი რომ დროებით შეწყდა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამას, ეს კვლევის საგანია. კვლევის საგანია ის, თუ რა მოხდა, რა პოლიტიკურ თუ ფსიქოლოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც საქართველოში იბადება ის ფენომენი, რომელიც ვერ ჩერდება საქართველოში და იზრდება ქვეყნის გარეთ. თქვენ უყურებთ გადაცემა ლაზიერს, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.